მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღეს საქართველოში მოზარდების ანტითამბაქოს კამპანიით აღინიშნება ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე გაკეთდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილია მიმზიდველობის ნიღბის ჩამოხსნა ნიკოტინსა და თამბაქოზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა. ისაუბრეს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან საქართველოს დაკავშირების 20 წლის თარიღზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ თავის პრიორიტეტად წელს დაისახა ის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, საქართველოშიც მოხდეს მაქსიმალურად ყურადღების მიპყრობა ამ პრობლემისადმი და გადამჭრელი ზომების მიღება. გადამჭრელი ზომების მიღება რას მოიცავს? მოიცავს იმას, რომ ელექტრონული სიგარეტები მაქსიმალურად მოხდეს აკრძალვა, 50 ქვეყანაში უკვე აკრძალულია, ასევე უკვე ეპიდემიის საწყის ეტაპზე ვართ საწუწნი ნიკოტინის ბალიშებთან დაკავშირებით, მზარდია უკვე საქართველოში ბავშვებში მოხმარება ამ ახალი ტიპის ლამაზად შეფუთული ლეტალური პროდუქტის და აუცილებლად ვითხოვთ კიდე ამ პროდუქტის აკრძალვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ეხება თამბაქოს მოხმარებას და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, მის აკრძალვას, მის რეკლამირებასთან გარკვეულწილად ბრძოლას. ვინაიდან რადგანაც მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა აქ უძლურია, აქ უნდა იყოს მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს იყოს რაღაცნაირად თავიდან აცილებული.